ეს არის Tesla Model Y performance და სანამ ამ მანქანაზე გადავიდოდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ დაწეროთ კომენტარი, გამოიწეროთ ჩემი არხი და როგორც წინა ვიდეოებში, აქაც გავაჩუქებთ სოკარის პრემიუმს 70 litrს. 41 ადამიანი წაიღებს, 30 მეორე და დაწერეთ კომენტარი, გამოიწერეთ ჩემი არხი. ახლა კი performance. მოკლედ სანამ ამ მანქანაზე გეტყოდეთ, მინდა რომ ორი სიტყვით თქვა ზოგადად ელექტრო მანქანებზე და ამ შემთხვევაში Tesla-ზეც როგორც ავტომოყვარული და ავტომოყვარულების უმეტესობა ელექტრო მანქანა არის წითელი ხაზი. ადამიანების უმეტესობა 90% ალბათ არ არის ავტომოყვარული და მანქანას იყენებს როგორც ყოველდღიურობის ნაწილს. შესაბამისად, არანაირი საჭიროება არ არის მოდელები, რომლებიც არ არის სპორტული ხასიათის, არ აქვს შესაბამისი ძრავი, იყოს ბენზინზე და გამოყოფდეს ნამწვავს და ხმას, ხო? ჩემი აზრით, ასეთი მანქანები და იყოს ელექტრო ძრავით და ელექტრო მანქანა. ზოგადად ეს სოფლიოსთვის და დედამიწისთვის რამდენად კარგია, არ ვიცი, არ ვარ ამის ექსპერტი, მაგრამ რაც ფაქტია არის ის, რომ ქალაქი, სადაც ცხოვრობთ და ქუჩები, სადაც მოძრაობთ, ელექტრო მანქანების შედეგად იქნება ბევრად უფრო ჩუმი, წყნარი, ნაკლები გამონაბოლქვით და ჰაერი იქნება გაცილებით უფრო სუფთა, ვიდრე დღეს არის, ხო? ეს არის ჩემთვის პლუსი ელექტრომანქანის. გაგიზრდებათ კითხვა, რატომ არ მყავს მეც ელექტრომანქანა? და ის ზუსტად აქ არის პრობლემა, რაც ჩემი აზრით მეც და ბევრ ადამიანს აწუხებს ელექტრომანქანაზე. პირველი ის, რომ ელექტრომანქანებს არ აქვს საკმარისი გარბენი, ზოგს აქვს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვერ გადიან იმდენ კილომეტრს ერთი დამხვდით, რაც ჩემი აზრით უნდა გაიაროთ. და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც დავტენით ელექტრომანქანებს, სწრაფდამტენებს გულისხმობ, ეს უკვე არაკომფორტულია და ასე შემდეგ. მაგალითად, ამ მანქანის პატრონი საკუთარ სახლში ცხოვრობს და ამ შემთხვევაში პრობლემა გადაჭრილია. საღამოს ვაერთებთ და დილით მანქანა მზად არის, მაგრამ ვინც კორპუსში ცხოვრობს, არ აქვს შესაბამისი გარემო პირობები მანქანის დასატენად, რა თქმა უნდა, დისკომფორტი არის. ჩემი აზრით, ნებისმიერი სპორტული მანქანა სამუდამოდ სანამდე შესაძლებელი იქნება, უნდა დარჩეს ელექტრო. სხვა დანარჩენი, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურობაში, ჩემი აზრით, შესაძლებელია რომ იყოს ელექტრო. მოკლედ ეს არის ჩვენი Tesla Model Y performance-ია, ეს მოდელი ზოგადად არსებობს Model Y-ს სამი ვარიანტი, ერთძრავიანი, უკანა წამყვანი, ასევე ორძრავიანი, სტანდარტული 4-ვე წამყვანი და ასევე ორძრავიანი performance, რომელიც არის ეს. განსხვავება არის ფასში, რა თქმა უნდა, კილომეტრაჟში, გამავლობაში და არის ცხენის ძალებში. უკანა ძრავიანს დაახლოებით 280 ცხენის ძალა აქვს, ორძრავიანს long range-ს აქვს დაახლოებით 385 ცხენის ზალა, ხოლო ამას ორძრავიანს performance აქვს 455 ცხენის ზალა. გამავლობა ამ მანქანას აქვს დაახლოებით 450 კილომეტრი, მაგრამ რეალობაში როგორ დადის ზუსტად არ ვიცი. პატრონის თქმით 450-ით შესაძლებელია გავიაროთ. მანქანა საკმაოდ მძიმეა, 2 ტონაა ეს მანქანა. თუმცა აჩქარება აქვს სასწაული 0-დან 100 კილომეტრამდე დაახლოებით 3.6 წამი ჭირდება. Long range-სა და performance შორის არის სხვაობა. Performance შედარებით დაბალია, ასევე დისკების ზომაც ოდნავ მეტი აქვს. ამ შემთხვევაში გვაქვს 21-იანი, ხოლო სტანდარტულ შემთხვევაში არის 20-იანი, 19-იანიც თუ არ ვცდები არის უკანა ძრავიანში. უხრუჭები აქვს წითელი, ესეც რო ვიცოდეთ და სხვა ისეთი სხვაობა არ არის. ჩვენ Tesla-ს ცენტრი საქართველოში არ გვაქვს, მაგრამ ამერიკაში 2023-ში Tesla Model Y დაახლოებით 50-დან $65,000-მდე ღირდა. თუმცა კარგი ის არის, რომ ამ მანქანის პატრონს ამის შეძენა დაახლოებით 9 ფასი დაუჯდა, 1 წლის მანქანა, ძალიან მცირე დაზიანებით, თითქმის ახალ მდგომარეობაში. ზოგადად Tesla-ს გარანტია 4 წელიან 100,000 კილომეტრი აქვს, თუმცა ძირითად აგრეგატებზე, ბატარეებზე და ასე შემდეგ 8 წელი ან 160,000 კილომეტრი აქვს, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი მაჩვენებელია. 2023 წლის მონაცემებით არის ნომერ პირველი მანქანა გაყიდვებში, დაახლოებით 1,700,000
Tesla Model Y გაიყიდა 1 წელიწადში მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა ახალი კონკურენტი ყავს Tesla-ს, ჩინური BYD, რომელიც გაყიდვებით სავარაუდოდ უკვე გადაასწრებს Tesla-ს. საბარგული აქვს საკმაოდ დიდი ზომის, მისაღებზე მეტია ეს ზომა და აქაც საკმაოდ ღრმა სათავსოა, ასევე გვერდებზეც სათავსოები აქვს და ჩემი აზრით ძალიან კარგი ზომის არის, რა თქმა უნდა, ელექტრო. არ დაგვაუწყდეს ასევე წინასაბარგულიც, რომელიც არის საკმაოდ კარგი ზომის. ეს კი დასამუხტი ადგილი. უკანა სავარძლები საკმაოდ ტევადია. ეს არის ჩემი საჯდომი პოზიცია. ჩემი ზომა დაახლოებით 1 მეტრი და 83 სანტიმეტრი და საკმარისზე მეტი ადგილია. ეს ქვემოთაც სწორი ძირი, ძალიან კომფორტულია და რა ვიცი, ჩემს Mazda CX-5-ზე ბევრად უფრო ფართედ ვგრძნობ თავს. აი ეს კამერები, რომელიც აქ არის, მაგალითად, როცა ადამიანი მიუახლოვდება, იწყებს გადაღებას, იმ შემთხვევაში თუ რაიმე მოხდება, უკვე გვაქვს ინფორმაცია, ვინ იყო ჩვენ მანქანასთან და ასე შემდეგ. რაც შეეხება გაღებას. რა თქმა უნდა, უმარტივესია Tesla-s აპლიკაციით ყველაფრის მართვა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ჩემი მანქანა არ არის და მაქვს ასეთი გასაღები, ეს არის Tesla-s გასაღები, კარტაა, რომელსაც მივადებთ და გაიხსნება მანქანა. უმარტივესია. ინტერიერი, როგორც ხედავთ, არის ძალიან სადა. რაც შეეხება მასალებს, ვერ ვიტყვი რომ ძვირადღირებულია, თუმცა საკმაოდ კარგად იგრძნობა ხელში, მაგალითად საჭე, ტყავის, უსადენო დამტენები, ძალიან დიდი სათავსოები, სტანდარტული მანქანაა სხვა მხრივ. პირველ რიგში რაც თვალში მოხვდება არის ის, რომ ხარისხი ეკრანის არის ძალიან კარგი, მაგალითად საჭე, აი ძალიან მარტივად ვარეგულირებთ საჭის პოზიციას. რაც შეეხება მინის აწმენდებს, გვაქვს აქ, თუმცა გვაქვს აქაც აი ჩვეულებრივად ეკრანზე თითის დაჭერით შეგვიძლია გავხსნათ როგორც წინა სათავსო, ისე უკანა სათავსო და რა თქმა უნდა უამრავი ფუნქცია გვაქვს აქ. მაგალითად, აქ შეგვიძლია ავირჩიოთ როგორი გვინდა იყოს საჭე, სუბუქი, სტანდარტული, მძიმე, აქვე შეგვიძლია რეგენერაცია ჩავრთოთ ან გამორთოთ. ავტოპილოტზე შეიძლება ითქვას, რომ $800 ღირს Tesla-s ოფიციალურ საიტზე სრული ავტოპილოტი და ზღოლის გარეშეც შეუძლია მერე უკვე მანქანას სიარული. თუმცა საქართველოში უკა ჭირდება რომ გადმოწეროთ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, მუშაობს თუ არა ეს. სტანდარტული რაც აქვს Tesla-s, საკმაოდ კარგად მუშაობს. წინა მანქანას მიყვება, ჩქარდება, ნელდება. აქვე გვაქვს სავარძლების გათბობა, სხვათა შორის უკანა სავარძლები სამივე თბება. შემდეგ დისპლეი, შეგვიძლია გადავიყენოთ შავზე. უამრავი ფუნქცია აქვს. ხა ეს კონკრეტული მანქანა ჩემი არ არის, თუმცა გადმოწერთ აპლიკაციას, Tesla-s აპლიკაციას და საკმაოდ ბევრი რამის მართვა უკვე შეგიძლიათ ტელეფონიდან, გაღება, დაკეტვა და უამრავი ფუნქცია გადმოდის უკვე. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ კარტა გვაქვს და ჩვეულებრივად კარტას ვიყენებთ. ასევე აქვს Wi-Fi და უკავშირებთ ჩვეულებრივად ჩვენ ტელეფონს Wi-Fi-ს, შეგვიძლია ჩავრთოთ და უყუროთ უკვე YouTube-ს. მინდა გითხრათ, რომ როგორც წინა ვიდეოებში ახლაც ერთი საინტერესო ის არის, რომ Tesla მუდმივად იწერს ვიდეო კამერებით და ინახავს ამ ინფორმაციას. მაგალითად, ეს მანქანა, როდესაც ჩამოვიდა ამერიკიდან, გავხსენით და ვნახეთ ის მომენტი, როცა დაზიანდა მანქანა, მოვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ძალიან საინტერესოა, ყველაფერი იწერება და საკმაოდ უსაფრთხოა მინდა გითხრათ ასევე. დიდი პლუსია ეკონომიაც. მაგალითად, ჩემს Mazda-ს რომ შევადაროთ, რომელიც ქალაქში მოიხმარს 10 ლიტრ ბენზინს, წელიწადში გავდივართ 15000 კილომეტრს, მჭირდება დაახლოებით 5000 ლარის საწვავი. Tesla-ს დაახლოებით 750 ლარი დაჭირდება. წარმოიდგინეთ 1 წელიწადში რამხელა სხვაობას იძლევა ელექტრომანქანა. მინუსია ის, რომ გაყიდვისას უკვე ფასი ყოველწლიურად უფრო მეტად ეცემა, ვიდრე სტანდარტული მანქანა და ვიდრე მაგალითად Toyota, რომელიც რა ვიცი, თითქმის არ უფასურდება.
ამ შემთხვევაში ხო ეგ მინუსი არის, თუმცა ზოგადად გააჩნია მანქანას როგორ ვუყურებთ. ალბათ არ არსებობს მანქანა დედამიწაზე, რომელსაც მინუს ვერ აღმოუჩენ. ნებისმიერ მანქანას აქვს რაღაც პლუსი, აქვს რაღაც მინუსი. ამიტომ Tesla ჩემთვის მისაღებია როგორც პრაქტიკული საოჯახო კარგი მანქანა. რა თქმა უნდა, სარკეები გვაქვს და ძალიან მარტივია მანქანის დაყენება და ასე შემდეგ. კაი, დავიძრათ ახლა და ვნახოთ უკვე როგორ დადის ჩვენი Tesla. ჩავრთავ მაშუქს და გვერდითა კამერა ირთვება მეტი უსაფრთხოებისთვის. საინტერესო ის არის, რომ მანქანებს აღიქვამს ზუსტად ისე როგორც არის. მაგალითად, წინ ავტობუსი მიდის და აღიქვამს როგორც ავტობუსად. მანქანა წინ ამუხრუჭებს და ამასაც აღიქვამს როგორც მუხრუჭს. ძნელია რომ გააკრიტიკო ეს ფუნქციონალი, რაც ამ მანქანას აქვს. ასეთ რაღაცას სხვა სტანდარტულ მანქანებშიც ვერ შეხვდებით. ეს კლიმატ კონტროლი, რაც რა თქმა უნდა ეკრანზეა, მაგრამ ოდნავ მიჩვევა უნდა და ყველაფერი ძალიან მარტივდება ამ მანქანაში. რაც შეეხება სიარულს, რბილი არ არის ძალიან მანქანა, რადგან როგორც ისიც ელექტრომანქანები არის საკმაოდ მძიმე. შემიძლია ვთქვა, რომ მანქანას მანევრი საკმაოდ კარგი აქვს და საკმაოდ კარგად დგას ტრასაზე. აუდიო სისტემა აქვს საკმაოდ კარგი, 13 დინამიკი აქვს და საკმაოდ კარგად ისმის ხმა. ჩემს Z-ს და მსგავსად, ნებისმიერ სხვა მანქანას, BMW-ს, M-ს, 2-ს, M3-ს, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებ ელექტრომანქანას, თუმცა რისთვისაც არის შექმნილი, საკმაოდ კარგია. ნახოთ სტარტი, რომელიც არის სასწაული. Mena attrazione. ერთი შეხედვით სტანდარტული მანქანაა, თუმცა აჩქარება აქვს ნამდვილად არასტანდარტული. ძალიან მაგარია. Ai, bicho! უკვე გული მერევა რა. 60 100 აჩქარება 4 და 16 ჩემი კამერამენით კარგი მაჩვენებელია ჩემი აზრით. საბოლოოდ რა ვიცი, მე ცუდად არ ვარ განწყობილი Tesla-ს მიმართ და პირიქით შეიძლება ითქვას კარგადაც. თქვენ კი რაც თავარია არ დაგავიწყდეთ რომ დააკომენტაროთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დაელოდოთ გათამაშებას. ყოველი ახალი ვიდეოს დადების შემდეგ გათამაშდება ჩვენი ტალონები და შეამოწმეთ ხოლმე short video. ეგ იყო და ეგ.